ამ ვიდეოში გავშვენებთ, როგორი არის y ტოლია ტანგენს თეტას გრაფიკი. ანუ ტანგენსის გრაფიკი როგორია. საკმაოდ საინტერესო გრაფიკი აქვს. არ გავს სინუსის ან კოსინუსის გრაფიკს და ამას ვნახავთ ახლა მალე. და ამისთვის მინდა რომ გამოვიყენო ისევ და ისევ ერთეულოვანი წრეწირი, რომელიც ძალიან გამოსადეგი და კარგი რამე არის. უკვე ნახავდით ალბათ ვიდეოებში. და ახლა გამეორებასავით გამოვა თან რაღაცებს გავიხსენებთ. გამეორებასავით იმიტომ გამოვა, რომ სინამდვილეში ვიცით, რომ ტანგენსი არის სინუსის შეფარდება კოსინუსთან, ხო? ისე ჯობდა მე მგონი ჯერ დამეხაზა ალბათ ეს საკოორდინატო სიბრტყე და მე ყოფილიყო წრე, მაგრამ არ აღშობს. კარგი, ახლა მოდი ბარემ ცხრილსაც ავაგებ, ეს იყოს ჩვენი ცხრილი, აქ გქონდეს თეტა, რადიანებში ყველაფერი გაზომილი, ამიტომ რადიანებზე ვისაუბრებ მეც და აქეთ იყოს ტანგენს თეტა. კარგი, ახლა თავიდან როცა გვაქვს სხივი, რომელიც 0 გრადუსს ადგენს x ღერძთან, რა ხდება? მოდი ჯერ გავიხსენოთ საერთოდ როგორ უყურებთ ხოლმე ტრიგონომეტრიულ სიდიდეებს. აი მაგალითისთვის რომ ავიღო რაღაცა ნებისმიერი აი ესეთი სხივი. და აი ეს თეტა კუთხე შეადგინა x ღერძთან. რას ვამბობ? ვამბობ რომ ამ შემთხვევაში აი ამ წერტილის, აი ამ სხივის გადაკვეთის წერტილის წრესთან კოორდინატები, x კოორდინატი, y კოორდინატი არის კოსინუს თეტა, კოსინუს თეტა არის x კოორდინატი, სინუს თეტა არის y კოორდინატი. აი ეს არის ამას ვამბობთ, იმიტომ რომ ასეა ერთეულოვან წრეწირში, ეს სხვა ვიდეოებში დამტკიცებულია, რატომ არის ასე. და ამ დროს ვიცით რომ ტანგენსი არის სინუს თეტა გაყოფილი კოსინუს თეტაზე, ხო? ესეა განმარტებული. და სინუს თეტა გაყოფილი კოსინუს თეტაზე იგივეა, რაც y კოორდინატი გაყოფილი x კოორდინატზე. ან y-ში ცვლილება შეფარდებული x-ში ცვლილებასთან. და პრაქტიკულად გამოდის აი ამ სხივის დახრილობა. ანუ ტანგენს თეტა არის ამ სხივის დახრილობა. რაც პრინციპში ჩვენთვის ნაცნობი რაღაცაა უკვე, ხო? ახლა, სხვადასხვა შეიძლება იფიქროთ, მოიცა რატომ არის ეგ y-ში ცვლილება, x-ში ცვლილება, იმიტომ რომ 0-დან y-მდე და 0-დან y-მდე და 0-დან x-მდე ვართ, ხო? ანუ კი გვაქვს y-ის ცვლილება y2 - y1, მაგრამ y1 აქ 0-ია და x1-იც 0-ია. შესაბამისად, პირდაპირ y გაყოფილი x-ზე იქნება ცვლილება უბრალოდ y გაყოფილი x-ზე იგივე რაც დელტა y გაყოფილი დელტა x-ზე. ამიტომ ტანგენსი არის აი ამ წრფის ცვლილება. კარგი, ახლა მოდი მე ამათ წავშლი, იმიტომ რომ ჭირდება ეს ერთეულოვანი წრე. და მინდა რომ კიდევ გამოვიყენო, იმიტომ რომ რამდენიმე მნიშვნელობა მინდა რომ შევავსო, რამდენიმე მნიშვნელობა მინდა რომ ჩავსვა ტანგენსისთვის, თორემ გრაფიკს ისე ვერ ავაგებ. კარგი. ახლა მოდი ჯერ 0-ში ვართ, აი ეს არის ის სხივი, რომელიც წერან გავჩვენეთ, უბრალოდ ამ შემთხვევაში თეტა 0-ია. ანუ 0 გრადუსს, 0 რადიანს ადგენს x ღერძთან. ესე იგი, თეტა გვაქვს 0. ამ შემთხვევაში რა იქნება? იქნება სინუსი გაყოფილი კოსინუსზე და ამ დროს ვიცით რომ სინუსი არის 0-ის ტოლი, როცა სხივი აქ 0 კუთხეს ადგენს, ამიტომ 0 გაყოფილი 1-ზე გვექნება, 1 არის კოსინუსი. და 0 გაყოფილი 1 არის 0. ესე იგი 0-ში ტანგენსი არის 0. ძალიან მარტივია. ახლა მოდი ვნახოთ შემდეგი კუთხე, რომელიც უკვე საინტერესოა. ავიღოთ კუთხე π4 რადიანი. π4 რადიანი. ეს არის π4. აქ რა იქნება ტანგენსი? ორნაირად შეგვიძლია შევხედოთ. ერთი შეგვიძლია შევხედოთ ასე, რომ π4-ზე როცა არის, π4-ს როცა ადგენს x ღერძთან სხივი, ეს ნიშნავს, რომ რამდენითაც გადავადგილდები მე მარჯვნივ, იმდენით უნდა გადავადგილდე ზემოთ, რომ მოხვდე ისევ ამ გრაფიკზე. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვა, ეს რა იქნება? სინუსის და კოსინუსის შეფარდება, ანუ იგივე y კოორდინატების და x კოორდინატების შეფარდება, იქნება 1-ის ტოლი. მეორენაირად შეგვიძლია ესე შევხედოთ, რომ აი აქ რომ სამკუთხედი ავაგო, გადაკვეთის წერტილიდან რომ დაუშვა სიმაღლე და სამკუთხედი ავაგო, მექნება აქ π4 კუთხე, ეს იქნება π9 კუთხე, ანუ მართი, ამიტომ ესეც გამოვა π4. ანუ მივიღებ, რომ მაქვს სამკუთხედი, რომელიც მართკუთხაა და ორი ტოლი გვერდი აქვს, ანუ ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედია. და ეს გვერდები იქნება ამ დროს კოორდინატები, x და y კოორდინატი. და ისევ და ისევ გამომივა, რომ ერთმანეთის ტოლია x და y კოორდინატები, ამიტომ კოორდინატების ცვლილება იქნება ერთი და იგივე, ხო, ანუ დელტა y იქნება იგივე რაც დელტა x-ი, და ამიტომ დელტა y გაყოფილი დელტა x-ზე იქნება ტანგენსი, ანუ 1-ის ტოლი. იმიტომ რომ ერთი და იგივე იქნება ცვლილება x კოორდინატებში და y კოორდინატებში. ესე იგი, როცა ესეთი გრაფიკი მაქვს დახაზული, როცა ესეთი სხივი მაქვს, რომელიც π4-დან იგივე 45 გრადუსს ადგენს x-თან, მაშინ გამოდის, რომ y-ში ცვლილება და x-ში ცვლილება ტოლია, და შესაბამისად გამოდის, რომ π4 კუთხეზე 1-ის ტოლი არის ტანგენსი. კარგი ბატონო. ახლა მოდი დავხატოთ, ხო, მოდი ჯერ ამას წავშლი და მე დავხატავ, მე დავწერ აქ მნიშვნელობებს, თორემ ეს კიდევ მჭირდება. ესე იგი, ახლა დავადგინეთ, რომ π4-ზე ტანგენსი არის 1-ის ტოლი და ახლა მოდი ვნახოთ მსგავსი კუთხე, აი აქეთ დავუშვებ ახლა სხივს. აი ეს.
ანუ თითქოს აი ამ სხივის გაგრძელებასავით რომ გავაკეთო და წრფედ რომ ვაქციო. ოღონდ ეს ახლა არ მაინტერესებს. ახლა ამას დავუკვირდეთ, ეს რა იქნება? დახრილობა აშკარად იგივეა, იმიტომ რომ იმ სხივს აგრძელებს. იმ სხივის დახრილობა ჰქონდა 1. წესით მაშინ ამასაც 1 უნდა ჰქონდეს დახრილობა, ხო? და რატომ აქვს 1 დახრილობა? იმიტომ რომ ისევ ავაგოთ, მოდი ვნახოთ საერთოდ ეს რა კუთხე არის. ესე იგი, ეს კუთხე, აქ რაც მაქვს, არის π4, მაგრამ ჯამური კუთხე არის π-ის პლუს π4. π-ის დამატებული, იმიტომ რომ ეს არის 1/π, აქედან აქამდე როცა მოვდივარ და შემდეგ ამას კიდევ დამატებული π4. ანუ x ღერძთან π4 კუთხეს ადგენს ესეც, ოღონდ სხვა მხარეს მიდის სხივი. და ახლა აქაც რომ ავაგო სამკუთხედი მე, აქ. პრინციპში ეს აღარ მჭირდება. აქ რომ ავაგო სამკუთხედი. რა გამომივა? გამომივა ისევ და ისევ. აქ π4 კუთხე მაქვს, ამ დროს ეს არის მართი, ამიტომ აქაც მექნება π4, ესე იგი ისევ გამომივიდა ტოლფერდა სამკუთხედი, სადაც ეს გვერდი არის ამ გვერდის ტოლი და ეს არის ამ დროს x კოორდინატი და ეს არის y კოორდინატი, უბრალოდ ამ შემთხვევაში ორივე არის უარყოფითი. ორივე რადგან უარყოფითია, შეფარდება იქნება მაგათი დადებითი და რადგან ტოლები არიან, შეფარდება იქნება ერთის ტოლი. ესე იგი გამოდის რომ არა მხოლოდ π4-ზე, არამედ π-ის პლუს π4-ზეც ზუსტად იგივე მნიშვნელობას იღებს, ანუ ტანგენსი აქაც ერთის ტოლია. კარგი ბატონო, ახლა ორი მონაცემი მაქვს, მაგრამ კიდევ ერთი მინდა და ამიტომ მოდი ახლა განსხვავებულ კუთხეს ავირჩევ. ერთს როცა უდრის, ეგ მაინც და მაინც აღარ მინდა რომ მივიღო, ახლა სხვას ავიღებ რამეს. ეს რა კუთხე იქნება? აქედან აქამდე კუთხე არის π9 და აქედან აქამდე კუთხე არის π4. ანუ ისეთი კუთხე ავიღე რომ π4 იყოს y ღერცსა და ამას შორის და სრული კუთხე იყოს π9 პლუს π4, ანუ 3π4. ანუ ეს კუთხე, მოდი სხვა ფერით ვიზამ, ეს კუთხე არის 3π4. ახლა დავაკვირდეთ აქ რა ხდება. ანუ აქ როგორი სიტუაცია გვაქვს? ისე და ისევ, რადგან გვაქვს აქ π4, ეს კუთხეც იქნება იგივე π4 და სამკუთხედი რომ ავაგო აქ, მექნება ისევ ტოლფერდა სამკუთხედი, ეს ორი კუთხე გვერდი ერთმანეთის ტოლი იქნება, მაგრამ ერთი ის არის რომ x იქნება უარყოფითი, იმიტომ რომ არის 0-ს მარცხნივ და y იქნება დადებითი, იმიტომ რომ არის 0-ს ზემოთ. და გამოდის რომ მე მექნება უარყოფითის და დადებითის შეფარდება ერთმანეთთან, ოღონდ სიდიდებით ტოლი იქნებიან. ამიტომ გამომივა რომ მინუს π4-ზე -1-ის ტოლი იქნება ტანგენს θ, იმიტომ რომ მოდულით ერთმანეთის ტოლ რიცხვებს შევაფარდებ, მაგრამ ერთი იქნება დადებითი და მეორე უარყოფითი. კარგი. ეხლა პრინციპში გვაქვს ჩვენ 3 წერტილი, 3 წერტილი უკვე საინტერესოა, რას მოგცემს და მოდი ვნახოთ. 0-ში ვიცით რომ 0-ია. შემდეგ ვიცით რომ π4-ში არის 1-ის ტოლი და -π4-ში არის -1-ის ტოლი. ახლა ერთი შეხედვით თითქოს უნდა გამოდიოდეს წრფე. მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის. და ამას მარტივად შევამჩნევთ თუ დავუკვირდებით როგორ იქცევა ეს გრაფიკი, როცა უახლოვდებით π9-ს. მაგალითად წარმოვიდგინოთ სხივი, რომელიც ძალიან ახლოს არის π9-თან, ეს არის რაღაც კუთხე შეადგინა და ძალიან მიუახლოვდა π9-ს. როგორი იქნება ამ შემთხვევაში ტანგენსის მნიშვნელობა? რას მიუახლოვდება ტანგენსის მნიშვნელობა? შევხედოთ ამას არა როგორც სინუს შეფარდებული იყო სინუს, არამედ როგორც რაღაცა სხივს, რომელსაც აქვს გარკვეული დახრილობა. ხომ თქვით რომ ტანგენსი არის იგივე ამ სხივის დახრილობა. ანუ რაც უფრო უახლოვდება სხივი y ღერძს, მით უფრო იზრდება მისი დახრილობა, ხო? და სხივი თუ პირდაპირ ზუსტად დაემთხვა y ღერძს, საერთოდ განუსაზღვრელი იქნება, იმიტომ რომ 0-შიც კი რომ ვარ, უკვე უსასრულო დიდ მნიშვნელობას ვიღებ თითქოს. ამიტომ გამოდის რომ როცა უახლოვდები π9-ს, ანუ როცა უახლოვდები იმ მომენტს, როცა სხივი უნდა დაემთხვას y ღერძს, დახრილობას ვიღებ უსასრულო დიდს. ცხადია ვერ მივიღებ ზუსტად უსასრულობას, მაგრამ უახლოვდები ამას. ამიტომ გამოდის რომ რაღაცა ზღვარი არსებობს, სადაც რაც უფრო უახლოვდებით, ანუ ამ π9-ზე გადის ეს ზღვარი, რომ რაც უფრო უახლოვდებით ამ π9-ს, მით უფრო და უფრო იმატებს ტანგენსის მნიშვნელობა. ესე იგი, მოდი გავაკეთებ ესე. ამ ზღვარს π9-ზე გავატარებ და π9-ს რაც უფრო უახლოვდებით, მით უფრო და უფრო იზრდება ტანგენსის მნიშვნელობა უსასრულობისკენ. ესე იგი, სიამდვილეში რაღაცა ესეთი ხასიათი ექნება ტანგენსის გრაფიკს, ეს იქნება ასიმპტოტა. არასდროს არ გახდება უსასრულობა. და პირიქითაც დავაკვირდეთ, აბა მოდი. პირიქით დავაკვირდეთ, რაც უფრო უახლოვდებით 3π2-ს. მაშინ რა ხდება? ანუ ხო არის ეს π9, π და 3π2. 3π2-ს რომ უახლოვდებით, მაშინ რა მოგვდის? მაშინ იგივე შემთხვევა არის, იმიტომ რომ ამ სხივის დაგრძელებას ვიღებთ თითქოს, ხო? ეს იგივე თითქოს წრფედ ვაქცევთ, ასე ვთქვათ, ამ სხივს. ანუ დახრილობა აქ იგივე გვაქვს ზუსტად.
და რადგან ზუსტად იგივე დახრილობა გვაქვს, ესე იგი იგულისხმება, რომ როგორც კი უახლოვდებით აი იმ Y-ს, მით უფრო და უფრო იზრდება ამისი დახრილობა, აი ამ გრაფიკის. ამიტომ გამოდის, რომ როცა ეს სხივი უახლოვდება Y-ის უარყოფით მიმართულებასაც, ანუ ამ ქვედა ნახევარს, ისევ და ისევ იგივე სიტუაცია გვაქვს. ანუ ისევ და ისევ უსასრულობისკენ მივდივართ. ესე იგი რა გამოდის, რომ კიდევ ერთი ზღვარი უნდა დავადო ამას და ეს ზღვარი იქნება ამ შემთხვევაში, მოდი იმის ნაცვლად რომ 3π2-ი ვთქვა, ვიტყვი -π2-ს, იმიტომ რომ ეს თუ არის დადებითი π2, ანუ აი აქედან აქეთ რომ მოდივარ დადებითი π2 თუ აქედან აქეთ რომ მოდივარ უარყოფითი იქნება. და ეს უფრო მოხერხებულია და თან აი აქ წერტილი გვაქვს ბარემ და ამ წერტილზე გავატარებ აი ამ ზღვარს -π9, აი ასე. და სხვადასხვა არის ფიქრობთ რომ 3π2-ზე არა 3π2 უბრალოდ აქ არის და აქ კიდე ცალკე ზღვარი გაივლება მერე. მაგრამ ბარემ რომ შუაში დავხაზო ეს გრაფიკი, მაგიტომ ვაკეთებ. ესე იგი, -π9-ს რამდენადაც უახლოვდებით, იმდენად ტანგენსი მიდის უსასრულობისკენ, იმიტომ რომ დახრილობა აი ამ გრაფიკის მიდის უსასრულობისკენ. ესე იგი, გამოდის რომ მეორე მხარესაც ტანგენსი იქცევა ზუსტად იგივენაირად. რაღაცნაირად უფრო უსასრულობისკენ მიდის და ვერაზრს ვერ გაუტოლდება ზუსტად უსასრულობას და ესე უახლოვდება უსასრულოდ აი ამ რაღაც ზღვარს. ახლა ეს არის ერთი ნაწილი მხოლოდ ტანგენსის. მერე აი ოდნავ რომ გადავწდეთ აი ამ π9-ს, აი სულ ოდნავ რომ გადავწდეთ და აი აქ სადღაც რომ ვიყოთ, აი აქ რომ ვიყოთ, რა ხდება მაშინ? მაშინ თუ დავუკვირდებით, აი ამ გრაფიკის დახრილობა არის ძალიან უარყოფითი, მაგრამ ანუ ძალიან უარყოფითი ასე გულისხმობ, არის უსასრულოდ დიდ რიცხვთან ახლო, ანუ ძალიან დიდი რიცხვია და ძალიან უარყოფითი არის. შესაბამისად გამოდის რომ როცა π9-ს გავწდები, ანუ როცა ვარ სადღაც აი ოდნავ გამოცდენილი π9-ს, ძალიან ქვემოდან ვიწყებ ამოსვლას. შემდეგ ბოლოს როგორც იქნა მოუახლოვდები აი ნელ-ნელა რომ მოდივარ, მოუახლოვდები აი ამას, აი ამ კუთხეს. ეს კუთხე არის წეღანაც ვნახეთ 3π4 და აი აქ გვაქვს 3π4. 3π4-ზე დავწერეთ რომ 3π4-ზე ვიცით რომ ეს არის -1 სტოლი. ამიტომ მოდი ახლა აღვნიშნოთ 3π4-ზე გვაქვს -1 მნიშვნელობა. შემდეგ უახლოვდებით π-ს. აი აქ. π-ზე ვიცით რომ სინუსი არის 0, კოსინუსი 1, ამიტომ აქ მნიშვნელობა იქნება 0. შემდეგ უახლოვდებით 5π4-ს, აი აქ მოვდივართ. აი აქ. 5π4-ზე ისევ π4-თან გვაქვს საქმე და ისევ სამკუთხედს თუ ააგებ და ინახავ რომ აქაც აი ეს ტრადიციული ფ2-2 არის გვერდი და ესეც არის ფ2-2, გადაიტვირთ უკვე ნახაზე. და ამიტომ ისევ ტანგენსი იქნება 1 სტოლი ოღონდ. რატომ? იმიტომ რომ ორივე უარყოფითი იქნება, ხო? ანუ ფ2-2 გვერდის სიგრძეა, მაგრამ კოორდინატებით რომ შეხედო, ეს არის ფ2-2-ით მარცხნივ და ფ2-2-ით ქვემოთ. ამიტომ -ფ2-2, -ფ2-2, მაგრამ შეფარდება დადებითი იქნება. შესაბამისად გამოდის რომ 5π4 კუთხეზეც მნიშვნელობა არის 1 ტანგენსის. აი აქ ვართ. ესე იგი, ესე ძალიან ქვემოდან ამოვდივარ, მერე გავდივარ ამას და შემდეგ 3π4-ზე მივდივართ, რომელიც უკვე ვახსენეთ, 3π4 იგივე -π2-ია, ამიტომ ისევ აქ კიდევ ერთი ზღვარი გვექნება ესე. ეს რომ გავატარო და ისევ მიუახლოვდება ტანგენსი და უსასრულობას აი ესე ასიმპტოტურად. და სულ აი ესეთი დანაწევრებული არის რაღაცნაირად, სულ რაღაც თითქოს წვეტები აქვს ტანგენს, აი აქაც რომ ავაგვეხა უცებ გრაფიკი. ისე უსასრულობიდან ჩამოდის, გაივლის აი ამ მნიშვნელობებს და მეორე უსასრულობისკენ წავა. და აი აქაც ზღვარია. და მერე ხელახლა ჩამოდის და აი ესე. და აქეთან მხარესაც ესე. ანუ რაღაცნაირად სულ სხვანაირი გრაფიკი აქვს ტანგენს, სადაც თქვათ სინუსი გვაქვს ნანახი და კოსინუსი რომ ასე იქცევა, ხო? სხვა ფერი მინდოდა აშკარად, მაგრამ ანუ თქვათ სინუსი რომ ავიღო რაღაცა ესეთი ტიპი არის და კოსინუსიც მსგავსად უბრალოდ ნულიდან არიწყება. ტანგენსი არის აი ეს ნაგლეჯ-ნაგლეჯა გრაფიკი, რომელიც უსასრულობებში მიდის ერთი მიმართულებითაც და მეორეთიც. ამიტომ საკმაოდ საინტერესო გრაფიკი არის.